მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით ქალაქის მერიამ უპატრონო ცხოველთა თავშესაფარი ააშენა. თავშესაფარში როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველები არიან. ადგილზე მათ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდებათ. თავშესაფარში თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი მოქმედების ლაბორატორია, მოწყობილია საოპერაციო ბლოკი და საკარანტინო ვოლიერები. აღჭურვილი ძვლის მაგის საშუალებას რომ დავიჭიროთ ძალიან ცივილიზებურად არის ამის აღჭურვილობები ადგილზე მისვლის დათვალიერების შედეგად შეიძლება საჭირო გახდეს ტრანკვილიზატორის გამოყენება. ახლა უკვე ქუჩის ძაღლებს თანამედროვე აღჭურვილობით იჭერენ და ახალ თავშესაფარში ათავსებენ. თავშესაფარი 350 ცხოველზეა გათვლილი და ამჟამად აქ 50 ძაღლია მოთავსებული. ისინი როგორც ქუჩიდან, ასევე სახლებიდან მოჰყავთ. აქ მათ კვალიფიციური კინოლოგები და ექთნები ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურას უტარებენ. თავშესაფარში მოყვანილ ყველა ძაღლს სტერილიზაცია და ვაქცინაცია საჭიროების შემთხვევაში კი ქირურგიული და სხვა სახის ოპერაცია უტარდებათ. თავშესაფარი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ლაბორატორიით. ფუნქციონირებს საკარანტინო ვოლიერები. ლაბორატორიული გამოკვლევის შემდეგ დედალ ცხოველებს უტარდება სტერილიზაცია, მამალ ცხოველებს უტარდებათ კასტრაცია, ხდება ვაქცინაცია, ჩიპირება, უკეთდება ნომერი და ბრუნდება ბუნებრივ არეალში. ისეთი ცხოველები, რომლებიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის, ხდება ჰუმანური გზით დაძინება. ძაღლების საბინადრო ცხოველთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით თბილისის მერიამ ააშენა. ახალაშენებული თავშესაფარი თბილისის მერმა მოინახულა და იმ პროცედურებს გაეცნო, რაც ადგილზე ცხოველებს უტარდებათ. პირველი მცდელობაა მთლიან საქართველოში, რომ ერთხელაც ამბობთ, ჩვენ ნელ-ნელა გადავიდეთ ცხოველთა მიმართ ჰუმანურ მოპყრობაზე. ჩვენ უნდა დავიცვათ ჯანსაღი ბალანსი და სხვა შორის ამ თვალსაზრისით მარტო მერია მუნიციპალიტეტი და ესეთი თავშესაფარი არ არის საკმარისი. ეს არის თვითონ საზოგადოების ჩართულობა და მოთხოვნილება, იმიტომ რომ ერთის ხშირია კრიტიკა არაჰუმანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდია საზოგადოების მოთხოვნა თითქმის ყველა უბანში თბილისში, რომ ეს უპატრონო ძაღლები მოგვაშორეთ, ქუჩაში ვერ გამოვდივართ და ეს პრობლემები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. და ვცდილობთ ესე ნელ-ნელა ეს პრობლემა ცივილიზებული გზით შესაძლებლობის ფარგლებში გადავწყვეტოთ. ძაღლების თავშესაფარი თბილისის სამაშველო სამსახურის დაქვემდებარებაშია. ცხოველების დაჭერაზე და მათ თავშესაფარში მოთავსებაზე სამაშველო სამსახურის სპეციალურად შერჩეული თანამშრომლები ზრუნავენ. ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს მათი ძაღლი თავშესაფარში მოათავსოს, 112-ზე უნდა დარეკოს. დაგვევალა ჩვენ სამსახურს და ყველანაირად 2-3 თვის განმავლობაში უკვე თქვენ ხედავთ რამხელა სამუშაოები ჩატარდა და ამასთან ერთად შეძენილია ყველა ის ნივთები და ის ხელსაწყოები, რომელთაც უნდა მოხდეს უპატრონო ცხოველების დაჭერაში, მიდგომაში და მთლიანად მოპყრობაში ყველანაირი საშუალებები გაგვაჩნია. ცხოველების თავშესაფრიდან სახლში წაყვანა ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ შეეძლება. უახლოეს მომავალში ამოქმედდება ვებგვერდი, სადაც თავშესაფარში მცხოვრები ცხოველების შესახებ ინფორმაცია განთავსდება. მსგავსი სახის თავშესაფრები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმატებულად ფუნქციონირებს.